ისევ და ისევ საღამოს შემოვლა, ჩემო ძვირფასებო, საღამოს თივა, საღამოს წყალი. აი, ეხან ჩემთვის ვფიქრობდი, აი, იმდეს ჭამენ ჩემი კურდღლები, იმდეს ჭამენ, მარტო ზამთრიდან მოყოლებული სადღაც 10 პრესამდე შეჭამეს. და იმას ვფიქრობდი ჩემო ძვირფასებო, რომ ერთი ძროხა რომ ყოლოდა იქიდან მეტ მოგებას არ ვნახავდი, ვიდრე ამათ ზდას და ამათ ჭამას. იმიტომ რომ ყველი ცალკე მოგება, რძე ცალკე. და ხა აქ თიანეთში, ჩემო ძვირფასებო, ძუძუს ხბორო იყიდო, სადღაც 1000 ლარი, 1200 ლარი ღირს, ძუძუს ხბო, თვეების. და ეს კიდე, რა ვიცი, ეს კუდლები უნაზადო 7-8 თვემდე და ადგილობრივ ბაზარზე ზოგახვალ 20-25 ლარს შემოგთავაზებენ. ცოცხალ წონა კიდე 11 ლარად იბარებს ერთი ადამიანი და აი რა არის აბა ადამიანის წვალება ეხლა რა. მითხარით აბა ღირს ამის წვალება. მაგრამ აბა რა გავაკეთო, ეხლა ძროხის ყიდვა კარგია, მაგრამ საქართველოში გაჩერებას არ ვაპირებ დიდხანს და ეხლა იყიდო ძროხა და მე ისევ გაყიდო, ეგეთ რაღაცა არ მიყვარს. თუ იქნები და ფუძდებით კარგა ხანს და წლები გაჩერდები, კი უნდა იყოლიო, მაგრამ აბა შემოდგომისგან ვაპირებ წასვლას. და ამიტომ ესენიც დროებით მეყოლება. ხო და შემდეგში ჩემო ძვირფასებო, კურდღელი და ქათმის შედარებით, ქათამი უფრო მეც ჭამს ვიდრე კურდღელი. ეხლა კურდღელი და ძროხა რომ შევადაროთ, დარწმუნებული ვარ, კურდღელი აჯობებს რა, დარწმუნებული ვარ. ჭამაში აჯობებს, თორე მოგების მხრივ არა, აი ჭამაში. იმდენი ჭამა უნდათ, იმდენი ვიტამინი უნდათ, იმდენი სისუფთავე, რომ ძროხასა მაგდენთან გადაყოლა არ უნდა. ძროხაზე ორჯერ სამჯერ გადააბავ, გადმოაბავ კარგ ბალახში, უცებ გაძღება. საღამოს მიუდგი ვედრო, მოწველი ყველსა მოიყვან. და ესე შემდეგ და რა ვიცი, აბა აქედან ჯერ მოგება ვერაფერი ვერ ვნახე, გარდა იმისა, რომ მარტო აი 10-12 ლარის ლამის პრესი. 10 პრესზე მეტი შეჭამეს უკვე. ისიც კიდე თუ გაგიმართლა, რომ დედა კურდღელი კარგია და ნორმალურად გაგიზარდა ბაჭიები მწამს, მაგრამ ეხლა ის ერთი კურდღელი მყავს, დედა კურდღელი, ვინც თვალყურს ადევნებს ჩემი დევებს, ვინც იცის ბაჭიები რომ დამიჭამა, ის კიდე მაკეთა. ხო და ეხლა რა სიზავს არ ვიცი, კიდე თუ დამიყარა, მაგას ვსო ავდგები და გავაჩუქებ. ანუ ეგ მოყვანილი კურდღელია, არ არის ასეთი ჯიშენ კურდღელები, როგორც აქ ამყავს. მაჩუქა ერთმა ადამიანმა და პატარა ჯიშიცა თან ახალგაზრდა დედაა და არა ეტყობა კარგი დედა. მესამე ბუდეს ეხლა კიდე თუ გამიფუჭებს, ვსო შეიძლება სულ გაუშვა გარეთ ტყეში და ირბინოს და რავი, როგორც უნდა ისე იცხოვროს. ჯერ ისედაც ამათ შემეშლება ნერვები, რომ იმდენი ჭამა უნდა. ეხლა კიდე ერთი პრესი მოუტანე, 4 დღე არ ეყობათ. დარწმუნებული ვარ. ყოველ 4 დღეში ერთი პრესი და აბა ამ ხელა ზამთარში ხარ რამდენი ჭამა უნდა, კომბინირებული ცალკე, ხორბალი ცალკე, სიმინდი ცალკე და ბოლოს გაიყვან გინდა რომ 50 ლარად გაყიდო, აი ვთქვათ 3 კილომდე კურდღელი და 20 ლარს შემოგთავაზებენ ჩემო ძვირფასებო, აბა ღირს ამასე წვალება, არ ვიცი. თითქოს და ხელი ჩავიქნიო თქო ისე ვარ რა. უბრალოდ შემოდგომამდე გავჩერდები, რაც მომრავლდება, ერთიანად დავხვეტავ სულ ყველას და არის მაგის ადგილები, სადაც ჩაიბარებენ. 40-იც რო იყოს, მაინც ჩაიბარებენ ერთიანად და ბოლოში რაღაც თანხა კი გამოჩნდება, მაგრამ რაც წვალება მიღის ჩემო ძვირფასებო, იმ თანხას მაინც ვერ ავიღებ. რაც უნდა ვიწვალო, იმის ნახევარსაც ვერ ავიღებ. ასე რომ არ ვიცი, საქართველოს მიტუა ცუდე მაგ მხრივ რა. საბერძნეთში ვიყავ ჩემო ძვირფასებო 4 წელი, 4 წელი. ხელოსნობა მე არ ვიცოდი. პროფესია მე არაფერი არ მქონდა, მაგრამ 50 ევროს ჩვეულებრივად ვაკეთებდი ნერო კამატოს ეძახიან, ანუ დღიური.
8 საათიანი მუშაობა 50 ევროს უენოზე. და იმ 4 წელში რა თქმა უნდა ბევრი რამეც ვისწავლეთ, ეხლა არ გამიჭიდება, მაგრამ რატო ვადარებ ეხლა ევროპას და საქართველოს. აი, ვისაც ასეთი ფერმები ყავს, მეგობრებო, საბერძნეთში დარწმუნებული ვარ, რომ იქ უფრო მოგებას ნახავენ, იმიტომ რომ ყველაფერი ღირს, იაფი. აქ კიდე კატასტროფა ფასი, კატასტროფა და მაგიტო როცა ძვირს აძლევ ყველაფერში, თავისთავად მოგებასაც ვერ ნახავ ჩემო ძვირფასებო და ეგრეა საქართველოს ცხოვრება. ჩვენთან როდის დალაგდება ეს ცხოვრება, რომ ადამიანმა რამე წამოიწყოს სოფელში, ან ქათამს ქონეს ფასი, ან გინ კურდღელი და კიდე რა ვიცი, რაც შეიძლება რომ შინაური ყავდეს და მოაშენო. თუ როდისმე დადგება ეგ პერიოდი, რომ სოფელი გაძლიერდეს, არ ვიცი. ძალიან ბევრმა ხელი აიღო, მოგებას ვერ ნახულობს და მესმის კიდეც, იმიტომ რომ ეგრეა. თუ ძვირი გიჯდება შენახვა და იაფათი ყიდულობ თუ ანუ გაყიდი ყველაფერს, აბა რა აზრი აქვს მაგ მოგებას? ვერანაირ მოგებას ვერ იპოვებ. ერთი ხო მაინც უნდა დაგჭეს, არა? აქ ერთ-ერთიც არ გვჩება ჩვენ. რა თქმა უნდა. სანამ დასაკლავ წონაზეა ახლა ეს ჩემი ბაჭიები, რამდენი ჭამა უნდა, რამდენი თივა, კომბინირებული წამლები, ხო და ვიღაც გამოამერე, გამოიბოდიალებს და გეტყვისო, 40 ლარი რა ამბავია. და იმას კი არ უყურებს, რომ ეგ წონა 4 კილო საედან მოვიდა, რა კვებაში იყვნენ, მაგას არ უყურებენ მეგობრებო, მაგრამ მე იმასაც ვფიქრობ, რომ არც იმასაც არ აქვს ის ფული, რომ აი მაგ ფასო გეუბნება. დარწმუნებული ვარ. აი ვინც გევაჭრება ყოველთვის იმას ნაკლები ფული აქვს, ეგრეა. თორე მე როცა ფული მქონია, რობი თქვია რა ღირსო, რეალური მყიდველი როცა ყოფილი ვარ, მივსულ ვარ და მიყიდია და ნახდათა დამიწყია ვაჭრობა უფრო იციან მანდილოსნება ქალებმა, რომ მაინც უყვართ შევაჭრება და რაც 1-2 ლარი რო დაჩეთ, მაინც კარგია. გავარდებიან კოსმეტიკაში, რომელიც მაინც იყიდიან და ისე შემდეგ და კაცის ვაჭრობა იშვიათია. თუ მართლა დაქექილი ვაჭარია რაღაცა. ამიტომ როცა გეტყვიან, რომ 40 ლარს დავაფასებ მე და გეტყვის რა ამბავიაო, აი უკვე ადამიანსაც ეტყობა, რომ არა აქვს რა ის ფინანსები და იმის საშუალება, რომ იყიდოს. და მე იძულებული ხარ, რომ დაუწიო ფასო, აი გაყიდო და შეც რაღაც ვნახო მოგება და ან შაქარი იყიდოს ადამიანმა, ან ფქვილი და აი ოჯახში რაღაც წამოიღო და ოჯახს მოახმარო, ხო? ეგრე ხო არა? ყოველთვის ყველას არ უმართლებს იმაში, რომ მოვა ისეთი კლიენტი, რომ 50 ლარად გაყიდი, თორე 50 ლარი ზღვის ჩემო ძვირფასებო ამათი ისე რომ ვთქვათ, ჭამა, სმა და ამათი მოვლა 50-ზე მეტი ზღვის დაჟე, მაგრამ აბა ჩვენი ბაზარი არ გვაძლევს მაგის საშუალებას, მეგობრებო, არა, საქართველოში ეგ ფასები არ ვიცი, როდის დადგება, რომ აი ადამიანი ადამიანს აღარ შეევაჭროს. 3 მილიონი ადამიანიც აღარა ვართ უკვე. ხო და 3 მილიონის შენახვა, აბა ჩვენ საქართველოში რა დაჯდა, რა ღირსო, აი ნორმალური თავრობა იყოს და აი თავრობიდან მოდის ყველაფერი ჩემო ძვირფასებო რა. აი რა ფასებსაც დაადგენენ, იფასებში იყიდება ყველაფერი. ერთის ფასმაც რომ აიწიოს ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი იმ ფასზე მიყვება, აისახება, პირამიდასავით არის. პირამიდასავით აწყობილი. ერთი ფეხი რომ დაგიკოჭდეს, ხო თავისთავად მეორეც ცუდ მდგომარეობაში გექნება, ეგრეა, ყველაფერი ეგრეა აწყობილი რა. ჭადრაკის ფიგურებივით არის ყველაფერი აწყობილი. მედიკამენტი რომ მოიმატებს, სხვა რაღაცები მოიმატებს, შაქარი რომ მოიმატებს, სხვა რამეები მოიმატებს, ელემენტარული წამალი რომ მოიმატებს, ყველაფერი იმატებს. ერთ-ერთ ქვეყანაში იყო რა, ევროპის რომელიღაც ქვეყანაში აღარ მახსოვს, რომ 15 ცენტით მოუმატეს საწვავზე. და რა ქნეს ევროპელებმა ჩემო ძვირფასებო, აი გვერდით გომა რას ნიშნავს. მთელი ქვეყანა გაჩერდა. ვინ სად იდგა და ვინ როგორც იდგა, ზოგი მიდიოდა და
გააჩერა მანქანა გამოაძრო გასაღები და დატოვა და სადღაც წუთებშივე დაარეგულირეს ისევე ბენზინი დაიყვანეს იმ ფასზე რომელიც იყო საწყისი და ამუშავდა ქალაქი ისევ და ისევ აი ესეთი შემთხვევა იყო 15 ცენტი ხა ევროპაში 15 ცენტი არაფერი არაა მაგრამ იცით რა არის ერთსულოვნება ერთშეკრულობა აი ერთი პირი ესაა ჩემო ძვირფასებო თავარი რომელიც ჩვენთან არასოდეს არ იქნება ჩვენთან ჩემო ძვირფასებო თავისუფლებას გაყიდულია და ყველაფერი და აბა რომელი კურდღელი და რომელი კურდღლის მოგებაზე აქ საუბარი მთელი ახალგაზრდობა წავიდა აღარ არის ბევრი კიდე გავა და შემოგვესია ინდუელები არაბები და ესე შემდეგ აღარ მინახა მაგ ლაპარაკს მიუყვე იმიტომ რომ პოლიტიკაში შევეხები და ძალიან არ მინდა პოლიტიკაში ჩარევა თორე ყველაფერი იცი ჩემო ძვირფასებო რა ხდება ამ საქართველოში რა ისევ ჩემ კურდღლებს დაუბრუნდე ჯობია და შემოდგომამდე ამას ვყურებ გამრავლდებიან და არ გამრავლდებიან როგორც ყველა მეც ეგრე წავალა საქართველოში ნახდათ ვერ მოვიკლავ თავს უბრალოდ გასაქანს არ მაძლევს და ქვეყანა არ გაძლევს გასაქანს ოქშინ ქვეყანაში ამე გააკეთო სოფელი გააძლიერო რა ეგრეა ჩემო ძვირფასებო არც მიკვეს არავის რა ვინც ევროპას გემო გაუგო და წავიდა იქ ის 20 ევრო ჩემო ძვირფასებო აქ ის 100 ლარს ჯობია ნებისმიერ სიტუაციაში გინა ხილბოსტანი გინა პროდუქტი და ეს შემდეგ ძალიან იმედი მქონდა შეიცვლებოდა კაც ყველაფერი და ჩემ საქართველოში გავჩერდებოდი მაგრამ ვერანაირად ჩემო ძვირფასებო ფეხი ვერ მოვიკიდე ვერანაირად ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო მართალია მაგრამ აზრი არ აქვს რა და ბოლოს იმას მივხვდი რომ სადაც კარგად იქნები სადაც კარგად იცხოვრებ იტალია საფრანგეთი გერმანია საბერძნეთი შენი ქვეყანა ისაა რა სადაც კარგად იცხოვრებ და ესია რა მოგეთ ეხლა წავედი ბევრი ლაპარაკი თავს აღარ შეგაწყენთ აბა თქვენ იცით ვინც ჩემი გამომწერები არ ხართ მეგობრებო გამოიწერეთ და ლაიქეთ და შემდეგ კიდე ავტვირთავ ლამაზ ვიდეოებს ასე რომ ცოტა გული გამიტყდა ამ ქვეყანაზე ჩემო ძვირფასო მაგრამ დარწმუნებული ვარ პირველიც არა ვარ მე ვინც ესე ფიქრობს ჩვენ საქართველოზე პირველიც არა და არც ბოლო არ ვიქნები ჩემი საქართველო მტკივა სამწუხაროდ აქ ცხოვრება ძალიან ჭირს ძალიან ნახდათ არ მინდა ჩემო ძვირფასებო რომ ჩემი შვილები საზღვარგარეთ გაიზარდნენ მერე ცოლი და ასე რომ თქვა იქ მოიყვანო ქაური ქმარი ყავდეთ ნახდათ არ მინდა გადაჯიშება ქართველების იმიტომ რომ საქართველოს ჩემო ძვირფასებო დიდი ისტორია გვაქვს საქართველოსთან გამწარებული არავინ არ ყოფილა თორე საქართველოს ბევრი ამწარებდა ხო და უკვე ერის გადარჯულება გვაქვს მეგობრებო რაც ძალიან მტკივნეულია ჩვენი შვილებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო ღმერთი იყოს თქვენი ფარველი ისე და ისევ გამოიწერეთ და ლაიქეთ და მადლობა ყველას ვინც შემახსე ხართ უყურებთ ჩემი ვიდეოებს და შეიძლება და გვარად მეც გახალისებთ როგორც შემიძლია აბა კარგი საღამო გქონდეთ